სოფლიოს საკლუბ გაიმართ Paris Saint-Germain-მა ნახევარ 4-0 დაამ მადრიდის ბოდიშს გიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აი ზუსტად ასე ვუყურეთ ნახევარფინალს. მოგესალმებით მეგობრებო, ისე მარტივად მოუგო Paris Saint-Germain-მა მადრიდის რეალს. ისე მარტივად რომ ხვიჩას არც ასისტი გახდა საჭირო და არც გოლი და დაისვენა ბიჭმა. ფინალისტვის დასვენებული იქნება. ეს რა იყო ბიჭო, პირველი ტაიმის 24 წუთზე უკვე 3-0 იყო. იგებდა Paris Saint-Germain-ი, ხო და ამ ხაბი ალონსომ ისეთი შოკი მიიღო, ისეთი შოკი რომ ლევერკუზენის ბაიერი ინატრა. არა, მწვრთნელობა კი არ ინატრა კაცო. ეგენი ხო ფარმაცევტები არის. ხო და რამე დამამშვიდებელს მომცემენო ანტიდეპრესანტსო და ცოტა იქნებ აზზე მოვიდეო. აქედანვე მინდა მომდევნო სეზონისთვის მივმართო Paris Saint-Germain-ს და ბარსელონას. აბა თქვენიცით. აბა რომელი აჯობებთ. აბა ლიგის და ჩემპიონობის მოგებაში კი არა. არა, რეალს რომელი უფრო მეტი ანგარიშით მოუგებთ. აბა ვნახოთ. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, Paris Saint-Germain-ისგან განსხვავებით, Chelsea-მ შედარებით დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა Fluminense. ასე რომ Paris Saint-Germain-ი Chelsea-ს ფინალი გვაქვს და რა გითხრათ? მე ისეთი პროგნოზები გამირტყია ძმა. ასეთ მარტივ პროგნოზზე ვერ დავწვიმამდები. ამიტომ გელაია კორძაძეს მივანდობ. მე იგებს PSG ოთარ მე იგებს დიდი ანგარიშით მე იგებს. აჰა ბატონო. გადავიდეთ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მიხეილ მესხის სტადიონზე. იბერია 1999 შეხვდა შვედურ მალმეოს და 1-3 დამარცხდა. ნუ ახლა ჩემი ნიძლავის მიხედვით ზუსტი პროგნოზი წამოვიდა. არ გაინტერესებთ? ნახოთ ვიდეო. მე ხა მე შენ დაგენიძლავები 50 კაციან სუფრაზე. ზადვარ. რო წელს იბერია 1999 ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ვერ მოხვდება. ანუ ჯგუფურ ეტაპზე. კი ბატონო. შენ მეუნები რომ მოხვდები. კონფერენს ლიგაზე. აი, ასე ტექნიკურად გავჩარხეთ კონფერენს ლიგა. აჰა, კორღალ ძმაო, კონფერენს ლიგაზე უნდა გახვიდეთ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდან სასიხარულო ამბავი გვაქვს. ლიგა 1-ში 3 მუშკეტერი ხო ყავდა? ყავდა. ახლა დარტანიანი დაემატა. გიორგი წიტაიშვილი მეცის ფეხბურთელი გახდა. მოკლედ ამ მეც ძალიან მიყვარს ქართველები, ხო და მეც მინდა მივმართო მეც მიყვარხართ. წარმატებები გიორგის. აქვე მეორე გიორგის, იგივე ჟორჟს ვულოცავ ლიონში დარჩენას და ლიონის დარჩენას ლიგა 1-ში ძალიან მაგარი ამბავია. ძალიან. მართლა საცოდაობა იქნებოდა ახლა ლიონისნაირი გუნდი ლიგა 2-ში. გავრცელდა ცნობა ასევე რომ ბარსელონას ვარსკვლავმა ლამინე იამალმა 460,000 ევროს ღირებულების ყელსაბამი შეიძინა. მოკლედ მე რასაც ვაკვირდები ამ ბიჭს, ხო, აი ბევრი დიდი ფეხბურთელია გაერთიანებული ამ ერთ პატარა ბიჭუნაში რა. ინახეთ, მესივით თამაშობს. რონალდუსავით თავისქება უყვარს. რონალდინიოსავით მეკალთანია. ნეიმარივით ფლანგავს ფულებს. ხო და ბიძია ლამინე მომისმინე. ეს ყველაფერი კიდია სატანია. თავარია ბოლოში ფიგუსავით არ მოიქცე. ისე ლამინე შვილო რა, მართლა რა ამბავია 460,000-იანი ეს ბრილიანტებით მოჭედილი ყელსაბამი რა. ტვინი გაქვს ახლა შეეგაცო რა. მაგ ფასად ზუსტად 279,280 კილა ეშტრეა ლუდი მოვიდოდა. ბიჭო, ამერიკის არ იყოს ამ სტუდიაშიც ცხელა რა და მესამედი წაკი წავიკითხე ამ მონოლოგის და სითხის შესვენების დროა. კარგია ბიჭო. ხო, გავაგრძელოთ კიდევ ერთი უცნაური ამბის შესახებ უნდა გითხრათ. მოგეხსენებათ სპორტინგის შვედი ვარსკვლავი ვიქტორ დიოკერეში
არსენალში გადადის და ამის გამო პორტუგალიელ შეყვარებულს დაშორდა. პორტუგალიასთან არანაირი კავშირი აღარ უნდა მქონდესო, აღარ მსურსო, მხოლოდ არსენალზე უნდა ვიფიქრო. ყველა შვედი თუ ასე იქცევა ძმაო, მაშინ იბრაგიმოვიჩი კაზანოვა ყოფილა. ხო, რაგბიზეც ვთქვათ ახლა 2-4 სიტყვა, ან და რა უნდა ვთქვათ, იცით ყველამ რაც მოხდა. ხო და ირლანდიელებს მინდა ვუთხრა, ეგრე რო არ დაგვინდეთ და დიდი ანგარიშით რომ მოგვიგეთ, რა ვქენი იცი? რა ვქენი და წავედი და შოტლანდიური ვისკი დავლიე. ეგრე მოგიხდებათ თქვენ. და ბოლოს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა 20 წლამდელებში თავისუფალ ჭიდაობაშიც, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს медаლი მოიპოვა, გუნდური პირველი ადგილი, ასევე გილოცავთ ყველას ამ უდიდეს წარმატებას, სხვათა შორის 7 მედლიდან 5 გორის სკოლის ანგარიშზე, ანუ მარტო გორიც რო გასულიყო ამ ტურნირზე, მაინც გუნდურ პირველ ადგილს მოვიგებდი. მაგრები ვართ ეს გორელები რა. ხო, ახლა რაც შეეხება ჩვენ პანამის არხს. გამოიწერეთ YouTube-ზე ჩვენი არხი პანამა, სადაც ნახავთ დაბოღმილი გელაია კორძაძე, როგორ მეუბნება, გორელები კი მაგრები ხართ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ თვალიშვილი გვყავს. სამაგიეროდ ჩვენ კიდე მერაბი გვყავს. სამაგიეროდ ჩვენ კიდე ის ბიჭი გვყავს, სუპერ სუბუქწონაში როა UFC-ში. სამაგიეროდ ჩვენ ის ბიჭი გვყავს, ქამარი რო დაიცვა, ახლა თვალიშვილი ვთქვი უკვე. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია კომპანია ლიდერბეთი, დიდი მადლობა ლიდერბეთს. ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი ლიდერსპორტ არენა, სადაც ჩვენი სტუდიაც იმყოფება. ახლა რაც შეეხება ფინალს. ყველას გვაინტერესებს, როგორ დასრულდება ფინალი. მე ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩვენი ბრძენი მოსახლეობა ამასთან დაკავშირებით. ჩემი ტანტალა და თუნთულა ვახო გაუშვით თბილისის ქუჩებში, ითუნთულა, იტანტალა, გამოკითხა ხალხი და ნახოთ რას გვეუბნება ჩვენი ქალაქის მოსახლეობა. ყვარა ფინალში რას იზამს? მოიგებს, წააგებს, ფრესი თამაშებს, გააგდებენ, რავი, რა ხდება, რა მოხდება? პირველ რიგში ვა, ბიჭო, გადაფურთხე, რამე არ მოგივიდეს, რამე არ მოგივიდეს, საცრაფო! კაცი სუდათ არის, თო, რაღაცას აკოცე სუდათ არის, მოიწამდა კაცი. PSG ძალიან მაგარ ფორმაშია, აი ზედმეტად მაგარ ფორმაშია. სულ ეგრე რო არ იყოს, მაინც ქართველი თამაშობს და მაგონში უფრო გაგვიხარდებოდა, მაგრამ ძალიან იმსახურებს, აი ზედმეტად. სადაც ვინ მოიგებს ლიგას? ეგ არ ვიცი. მაგრამ ფერო ვერ მოიგეთ ეგ ვიცი ერთი და. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბარსა მინდა რომ მოიგოს. ყველა გინა ჩემო ძმო. ჩემი აზრით მოიგებს PSG და ჩემი აზრით იქნება როგორც რეალს მოუგო 4-0, ის ანგარიში იქნება ზუსტად PSG Chelsea 4-0. ყვარა იზავს რამეს? კი, გოლს გაიტანა და გადაცემასაც გააკეთებს. გადაცემას მეც ვაკეთებ აგერ. კი ბატონო, გაიხარე. აი ეს ჰუმორი შემოგთავაზეთ? ჩემი აზრით PSG მოიგებს და გაიტანს 2 გოლს. კვარცხელია. ყვარა გაიტანს 2 გოლს? შენი აზრით? ჩემი აზრით PSG გაიტანს, მაგრამ რავი, შეიძლება 2-1 იყოს. 2-1. მაგრამ მოიგებს PSG. მაინც ფინალია. PSG მოიგებს დამაჯერებლად. მოდი ახლა. რაო ბიჭო? რეალის ფანი. ხანო. გიხარია რა. ფანი ხარ თანა. რა თქმა უნდა მოიგებს და კვაროს გოლი ძალიან გაგვიხარდება ყველას. ვაპესი არა. რეალმა რაკნა. ნახე. ეს ბიჭი დამიგლარე. მოდი ახლა. რას იზავს აბა PSG? 10-0 მოიგებს. შეიძლება ისთან ბიჭო? 10-0? მოიგებს. ანგარიში? 2-1. 2-1? და კვარა გააკეთებს რამეს ვითომ? კი, 1 გოლს გაიტანს. 1 გოლს გაიტანს. პენალტი თუ აი ლამაზი გოლი? ლამაზი გოლი. 4-1. ვინ მოიგებს? კვარა. 2-1. ვინ მოიგებს? რა თქმა უნდა კითხვა? რა თქმა უნდა კითხვა, ანუ ჩელსიო ამ გოგომ. როგორ გეკადრება? ეგეთ რაღაცა გამორიცხულია. ჩემი აზრით გოლს გაიტანს მეორე ტაიმში. ალბათ 2-1 დამთავრდება. მე ეგრევე ვფიქრობ. რა ანგარიშს მორჩება? მაგი არ ვიცი, მაგრამ ჩემპიონი გახდება სავარაუდოდ. PSG-ს ფანი ყოველთვის იყავი თუ კვარას მერე? კვარას. იგას მუდრე. მეო, არ ვიციო, ფეხბურთიო, კარგადო, ბაბუა ჩემო, შემაყვარაო, ფეხბურთიო. ეს რუსულად საუბრობს და ამიტომ ჩვენ ვამჯობინეთ, რომ გადაგვეხმოვანებინა. ეს გამაღიზიანებელი ხმაც კი შობს რუსულ ენას. დიახ. თუმცა ჩვენ გვითხრა, რომ კვარა ცხელიას გამო PSG-სკენ ვაროთ. ამიტომ PSG მოიგებსო. ამ ლამაზმა გოგონამ. შეგვიძლია ლამაზ გოგო ამოგვეჭრა საერთოდ, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო დავტოვეთ. გაგიკვირდებათ და კაციშვილმა არ თქვა Chelsea მოიგებსო. რომცე თქო მაინც ამოჭრიდი. PSG იგებს რა. მიდი კვარა.
ჩემი და ბარსელონას ოფიციალური პარტნიორია ლუდი ესტრეა დამ. რაც შეეხება გადაცემის სტუმრებს, როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი სტუმრები გვყავს, არა დღეს ძალიან მაგარი სტუმრები გვყავს. მოკლედ ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და მისი ძმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი კონსტანტინე პეტრიაშვილი, პრინციპში პირიქითაც შეიძლება. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი კონსტანტინე პეტრიაშვილი და მისი ძმა მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი. გამარჯობა. როგორ ზანდებით? ადროთ, როგორ ზანდებით? თავად რო გიკითხოთ. რა ვიცი, აბა მე თქვენ რამეზე არ დაგენდიძლაოთ, მანამდე აღარ გეტყინათ არაფერი. მაგმირობით ვარ მოსული, რომ უნდა დავერიძლავ. მე მაგსად ხო არით მოვედი ბატონო. მაგიტომ მოხდა. სანამ თქვენ არ დაანიძლავეთ. კაი, მაშინ მაგით დავიწყოთ? დავიწყოთ. ოლიმპიადაზე? დიახ, ოლიმპიადაზე. კარგი, გენიძლავები. ისე 50 კაციანზე? გავზარდოთ თუ გინდათ რა. მეტი 60 კაციანი. 70 კაციან სუფრაზე გენიძლავები, რომ ვერ მოიგებ შენ ლოს-ანჯელესში ოლიმპიადას. მოვიგებ. კაი, აჰა. ვა, დაიწყეთ ბიჭო ფულის შეგროვება. ძალიან მაგარი ამბავია. მოკლედ კონსტანტინეს მინდა მიულოცო პირველ რიგში ევროპის ჩემპიონობა ძალიან მაგარია. გენოს მიულოცოთ გადარჩენა. რო ვიყურებდი რომელზე მე ნერვიულა აღარ ვიცოდი. კონსტანტინეზე მე ნერვიულა თუ გენოზე მე ნერვიულა. თქვენ კი არა მე არ ვიცოდით. შეიძლება მიფიქრა თუ ჩემს ზღვაზე. შეხვედი და ყველაზე ცუდი მომენტი რა იყო ეხა ხო ყველა მიცის რომ ჩემი ძმა ჭიდაოს და კამერები ხო გიღებენ რა და იმდენს ვიგინებოდი, იმდენს ვილანძღებოდი. ვერ ვიგებდი, ვის ვაგინებდი, ხან კოტეს, ხან ყველას რა, მოკლედ. კიდევ კაი არ გაუშვეს, თორე მომეჭრებოდა თავი. ესეთი ცუდი და რთული თუ ყოფილა გულშემატკივრობა. ნამდვილად არ ვიცოდი და არ მეგონა. მიხვდი ხო ეხლა რა დღეში ვიყავით ჩვენ შეროჭიდაობდი. მე სვის თქვენი უკვე სრულიად. ხო მიხვდი. ოდე ისე მოიგე რომ მე მგონი გენოზე მეტი ოფლი არ გამოგვსულია. ეგრე იყო რა, რასაც უყურებდით. ჰა? ასე იყო. 30 წამია შესაძლებლად რომ გამოდიოდი ვეძახდი, გენო ხო კარგად ახარ ძმაო და იქიდან ხეს ვერ ავცემდა ხმას და იქიდან კარგად არის რა იყო ისი თან ძალიან ცხელოდა, თან ეხა ესეთი დაძაბული შეხვედრა როა, თან შენი ძმა ჭიდაობს, თან რო გესმის ის სპეციფიკა, უკვე გიჟათ ახარ მოკლედ რო ვთქვათ რა. ხო და მე რო გამოვედი და ეს ჩემი ვიდეო კადრები ვნახე, დავწუნდი რომ მართლა რაღაცა სიგიჟე ხდებოდა იქ რა, ამიტომ. ხო. არა, ხო მესმის. ვალერიანის წვეთები უნდა ატარო, თუ ის რა ქვია რა. დამამშვიდებელი ანტიდეპრესანტი მაინც. სასმელი შეგიძლია. ქართული რაღაც ტრადიციული. პრინციპში ქართული ანტიდეპრესანტი ჭაჭა რა. ჭაჭა უნდა დააწყავ უეჭა. ჭაჭა უნდა და ყველაზე კაი დამამშვიდებელი. მაგრამ მე არადეკვატული გახდები, შეიძლება შევარდე, ამიტომ ჯობია რომ შემოვარდი მაგასაც. ისე გენო მაგარი თაობა მოდის, ამ ბერძნულ რომაულშიც დაუგლიჯეთ. თავისუფალშიც დაუგლიჯეთ. რა ხდებას? აი რატო გახდა ასეთი პოპულარული და აი ამდენი მაგარი მოჭიდავეს, რომ წამოვიდა. ძალიან მაგარი ბიჭები ყავს, მართლაც გასაოცარი ამბავია ეხლა. სულ პოპულარული იყო ახლა საქართველოში, მაგრამ ეხლა ჭიდაობა ჩვენია რა. ეხლა რაღაცა განსაკუთრებული თაობა წამოვიდა. კაია, გვიმრავლოს ღმერთმა და დარწმუნებული ვარ ეს ბავშვები უკვე ეროვნულ ნაკრებშიც მალე იფეთქებენ ასე ვთქვათ და ოლიმპიურ თამაშებზე დადებენ უმაღლეს შედეგს. ამიტომ წარმატებები უსურვოთ და მივლოცოთ აქედან ამ ბიჭებს. ისე რა გამახსენდა იცი? ათაშორის ბატონოთა. ძიუდომ ხო დაიწყო ეს სოფლიო რომ მოიგო ჩვენმა გოგონებმა და ბიჭებმა. ძალიან მაგარი, მაგათაც ულოცავ და ვენაცვალე. მე ესე მგონია რომ სტიმულია ხოლმე რა. ოლიმპიური თამაშების ესეა, როცა ჩადიხარ და პირველი მეორე გამარჯვებას ქართველი იზეიმებს, უკვე მე შენზე გადმოდის ეს სტიმული და ენერგიები ხო კი. ხო, ძალიან მაგარი, რა თქმა უნდა. მუხტი არის გამარჯვების მუხტი. ესე დაიწყო წელსაც ძიუდომ, ესე მაგრად რო გასახელდა. ხო, ოლიმპიადაზე ხო ძიუდო იწყებს შე. კი, აბარა. მერეა ჭიდაობები. ბექაური ლექს შემოსდახებს უკვე, სო იქ ახლა რა. ძალიან. ხო, ისე გულშემატკივრობაზე რო საუბრობდით, ეხა გამახსენდა 10 ქულა რო აიღო, მე რაღაც უყვიროდი. კი. კოტეს. ადექი მეთქი კაცო. ადექი. ხო, იწვა ძალიან და არ უხდება წოლა ადექი ფეხზე. არ მასვენებს, ასად არ მასვენებს. კოტე, შენც ესე განიცდიდი გენოს ჭიდაობას? მე უარესად განიცდიდი და განსაკუთრებით ოლიმპიადას ბოლოს რას ვაკეთებდი, აი არაფერი არ მახსოვს საერთოდ რას ვაკეთებდი. ხანძირს დავწვებოდი, ხან კედლებზე ავიდოდი, არაფერი არ მახსოვს საერთოდ. ეს პატარა იყო ერთხელ და
საქართველოს ჩემპიონატი მაშინ ძალიან მაგარი ჩემპიონატები ტარდებოდა. მართლა მაგარი კონკურენცია იყო და ვიღაცამ ეხა ნაყინები უყიდა კოტეს 2-3 ნაყინი და დარბის ესე ჯამს და ჩემი კონკურენტი ეკითხება გიო საკანდელიძე მაგარი კაცია რომ მომეციო ერთი ნაყინი მაჭამეო და შენო ჩემთვის კონკურენტი ხარ არ გაჭმეო არ მისცა რა დაბალი ბავში ნაყინი არა ჭამა არა ჭამა ჩემს მაგას ჩემს უნდა ეჭიდაო ჭიდაობის დროს როგორ არის გესმის რას გიყვირიან ხოლმე თუ არა გათშული აი რამოდენიმე ადამიანის ერთი ჩემი ძმის სულ მესმის ხოლმე გენოსი გესმის ვის აგინებდა ერთი მითხარი რა მეც მაგინებდა ხა ჩემ კონკურენტს აგინებდა არა აჭრილი ვიყავი ახლა ჩემი ძმა ჭიდაო მეც არ მახსოვს რასულია ისე წუხდები რომ უნდა გააკეთო ისეთი რაღაცა რომ აღარ შეგაგინოს ესე იგი ზოგადად გამოთქმა შეცვალეთ თქვენ ძმაო ძმით ახარ ძლიერი თუ არის ოლიმპიელი ესე თქვენზეა ზუსტად სახში მედლის დასაკიდე ადგილი დაგჭათ რა ვიცი გამოვნახავთ თავარი რაც არის ის მოიტანოს და არ არის პრობლემა ერთი კითხვა აქვს გენო შენთან რა საეჭო კაცი მართლა გერეოდა სკოლაში მერეოთა კი გაჩერდი კაცი არის ფანტასტიკა მოვლენა არის რა ჩვენი ქალაქისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მაგარი კაცია მაშინ რაც მე გამყავს ნაცების იმათ იდეის იკეთე ჩვენ მაგრამ ხო ვიჩხუბებდით შევებნებოდით რა სამკვდრო სასიცოცხლოდ და მე ვიგდებოდით ეგრევე საღამოს ხო ძალიან მაგარია სკოლაში გარჩევა როგორ იყო ხო არა იყო ეგეთები ხა აქ ვერ მოყვები საღამოს აქ მოსაყოლი არ არის ამბავი სუფრაზე შეიძლება აქ არა სუფრაზე აგერ წავაგებთ ეხა 4 წელი 3 წელი რამდენ წელიწადშია 3 წელიწადში წავაგებთ თქვენ წავაგოთ თქვენ წავაგებთ ჩვენ წავაგებთ ჩვენ მე ყველას გულისხმობ აბა მარტო მე კი არა შენ გიჩევლია მოიგო თორე მე ნახავ რომ გარეთ დაიძინებ ძმო ნახე არ ჯობია სახში დაიძინო და 70 კაციან სუფრაზე გაიჩითო რა თქმა უნდა ერთხელ უნდა მოყვე ხო როგორი ყურადღებიანი ძმაც ამყავს თბილისის ტურნირი იყო ხოლმე ბალავაძის ტურნირი მაგარი შეჯიბრი რა და ძალიან მაგარი კონკურენტები არიან ჩამოსულები და ნახევარ ფინალში მოდიში ძმას სანამ იტყვის რომ ეს თავისებურად ყვება ეხა როგორც თვითონ უნდა რომ მოყვეს და სხვანაირად იყო მაგარ კონკურენტებს მოუგე მოკლედ რო თქვა და ფინალში ვარ რა გასული და ეზე 4-5 საათია არა ეგრეა რა 4 საათი და ფინალი გვაქვს 9-ზე და წავალ მეთქი დავისვენებ სახში დიღომში გვაქვს სახლი და ეს შეჯიბრი მიდის საბურთალოზე აქ უნივერსიტეტის ქუჩას და კოტე წამომყარა ეხა მარტო ხო არ ვიქნები ალბათ ესე 10 წლისა 9-ის და კოტე მეუბნები ეხა 5 საათია და დავიზინებ მეთქი რა 9-ზე გვაქვს ფინალი მოდი ესე 8-ზე გამაღვიძე და შენ მაინც ის უნდა ითამაშო რა კომპიუტერი და არ დაგავიწყეს მეთქი არაო რას ლაპარაკობო დაიზინეო შენო ჯო ტელეფონის გათიშული მაქვს და არ ვიცი და როგორ გამეღვიძა და რა 9 საკლია და ახლობით 10 ან 15 უიდედო ჩემით გამეღვიძა ისიც არ ვიცი რა როგორ და ბიჭო წამოხდი უცბად ჩავიცი მაისური რაღაცა ის ხოლმე ხარ და კოტესთან გამოვედი ოთახში და თამაშობს ეს ერთ ამბავშია რა რატო არ გამაღვიძე მეთქი აუ ბიჭო დამოვიწყდა და ყველაზე საინტერესო ჩემი უფროსი ძმას იქ იჯდა და ეთამაშებოდა იმასაც დაავიწყდა რა ხოლმე ინაღა მომხსნეს ბიჭო ამ შეჯიბრიდან ურეკავ გიას იანტვერიძეს გია მეთქი რაღაცაინად ისქენი გაწელე შეჯიბრის სულელობა რაღაცა ქენი ის ჩავრთე საავარიო სიგნალები და გარბივარ მოკლედ რავი ხანას გაუსვი გამოუსვი ძალიან ისე ვიარე რა საშიშად და მოკლედ მივასწარი როგორც იქნა რა მაინც გამის პირველ საათი დაიწყო მის ფინალური ხო და სხვათა შორის გადავრჩით ძალიან გაიწელა ის შეჯიბრი და ვიჭიდავ გაწელეს ფინალი მოიგე მოვიგე კი მოიგე კონსტანტინ ეხა შენ მოყევი რეალურად როგორ იყო საქმე მე მოვყევი ხა რეალურად არა რა რეალურად იყო იჯდა და თამაშობდა ბიჭო გავიგე არ უყო თამაშობდი ეხა მაგას არ უვალყო ხო მაგრამ სიმართლე რაც იყო ჩემს მას უთხარი უფროს მას ხო არ გავაღვიძოთ მეთქი და ჯერ არაო რა ჯერ არ გავაღვიძოთ ეძინოს არქაძინოს და იმის მერე მართლა დამოვიწყდა ეხა მე ერთი გავიწერე რას დამავალა და ესენი მაგარი იმას თამაშობენ FIFA-ს და მთელ აქ შენში არიან აბა ეხა
მართალი ყოფილა გენო? ან გენოს ვერსია ხო უფრო მე არ მიყვარს ძმაო. ეხა უნდა იყოს უფროსი ძმა სტუდიაში. ძალიან მაგარი ამბავია. კოტე, შენ მითხარი ხა 17-ის ხარ, ხო? კი, 17-ის. 20 წლამდელებში მოიგე ევროპა. მანამდე მსოფლიო მოიგე კადეტებში. 17 წლამდელებში. კადეტები ქვია, ხო თუ არა? კადეტები. შენ კიდე შეგიძლია ახლა ამ ასაკში რომ გამოხვიდე? კადეტებში? არა, 20 წლამდელებში. კი, 20 წლამდელებში კიდე 2 წელი ამის გარდა. და შეგიძლია რომ დიდებშიც გამოხვიდე და კი, უკვე შემიძლია დიდებშიც გამოვიდე. ხო, რა გეგმები გაქვს? მოგვიყევი რა, ძალიან გვაინტერესებს. გეგმები ეხა მე ვაპირებ რომ ძიმეტონაში გადავიდე საჭიდაოდ, როგორც ჩემი ძმა იყო ხოლმე და შენ ეხა გივის წონაში ხარ, ხო მაჭარაში? რაღაც უნდა მოვფიქროთ გივის რა, ყველა ერთად, ხო? ამ ძიმეში გადავწიოთ, ან ცოტა ხანი დამითოს 1-2 შეჯიბრი მაინც. მაჭიდაოს. გივი არაფერს არ დაგითხოვს შენ. გივის აქცევა ადვილი არ გეგონოს. დათვით არის. ხო, ეხა მსოფლიო დახირა დამითოს მეთქი ჯერ. არა, იქნებს რამე სხვა წონაში გადავიყვანოთ. ყველა ერთად, ხო, გივის. გივის ხა ველოდებით რომ მაღალი შედეგებით და სოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოიგოს, ეხა ემზადება და ძალიან კარგად არის. ხო რა. ისე გაბრაზებს ხოლმე კოტე? არა, მიჯერებს ეხა დამჯერი ბიჭია, მაგრამ გამობრაზებს და რა ვიცი ეხა თავისი ეჯობებს რა. მიჯერებს ხოლმე კი. მიჯერებს ხოლმე. არა, ეხა რას მოატყო ოლიმპიური ჩემპიონის მოტყუება ძნელია? შანსი არა აქვს, კაცო, ერაფერში ვერ მომატყუე. შენ არ ვცდილობ. შენ რო აკაკუნებდი, მე მაშინ ვაბრახუნებდი, ასე რომ რა უნდა მომატყუე შენ. ისე როგორია, უფროსი მკაცრია? ძალიან. რაში გამოიხატება? ოდიო ცხოვრებაში, რა თუნდაც, აიო, მე არაფერზე არ ვეჩხუბები გარდა ერთი რაღაცისა, რომ რეჟიმში იყოს, ვარჯიშზე. ნუ ვარჯიშზე ჩხუბი და ის არ ჭირდება, მაგრამ ყოველდღიურ ვარჯიშზე უკვე საჭიროა, რომ კიდე რო იღლება სპორტსმენი, მე შენ უნდა გვერდში თავის მწვრთნელებთან. სახში რაც არის. კაცი 5 იმდენი კაცია და რას გეუბნები, თავის ძოზე დაწექი და გაიღვიძეო, ხასას გეუბნები, ივარჯიშეო. ციგნები წაიკითხე მეთქი. ნუ საჭიროთ არის კაცი ხა, რაღაც უაზროდ არის. საჭიროთ არის, გი ბატონო. ისე შენ რა ისწავლე გენოსგან, კოტე? აი, სიმართლე რო გითხრათ, ყველაფერი რასაც ვაკეთებ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნუ შეცდომები მაქვს. ეხ თავისებური შეცდომები. შეცდომები ყველას გვაქვს, შეცდომა არ არსებობს არავის. ცხოვრებათან. ეს როგორი ბავშვი იყო, იცი? ჩვენ ახლა მაგალითად მე რო სკოლაში დავდიოდი, გოგოს გვერდზე რო დავსვავდი, ტიროდი, გადამსვით მეთქი უკან რა. ვინმეს რა თქვა ჩემთვისო შეყვარებული ყავს, ან ვიღაც გიყვარსო, აუ, მოკდებოდი სიცხვილით, რას ლაპარაკობ, გოგო კი არა ვარ მეთქი და. ეს რომ მოვიდოდა სკოლაში, სკოლიდან სახში, დღეს ერთი გოგო უყვარდა, ხვალ მეორე, ზეგ მესამე და დაძწოდა ახმად-აღმა რა. ამიტომ ცოტა ზემოთხება საჭირო იყო, რომ ორჯის ყურადღება არ მოედუნებინა. ასე რომ აი, ვცდილობ ხოლმე, რომ ყველაფერი ჩემი ოჯახისგან ავიღო ხოლმე, რაც უნდა გავაკეთო მომავალისთვის და დღევანდელ ცხოვრებაში. ეხლა ჭიდაობაში, რა თქმა უნდა, ჩემი ძმის მაგალითზე და ვცდილობ, რომ ჩემი ძმის ნაირად ვიყო ყოველთვის ყველგან. ძალიან მაგარია. გენო, შენ როდის ბრუნდები აპირებ რამეს თუ აღარ აპირებ? აი, მე შემცვლელი მოვიყვანე უკვე ძმაო და რა გინდათ ჩემგან. ანუ ჩვენ ვინერვიულოთ და კონსტანტინე მიჭიდაო. ხო რა. ატყუებს ხოლმე ხახს, თუ მოინატრება მოვალ ვაპირებ, მაგრამ გადაწყვეტილი აქვს, რომ ჯო არა, მე ხა ტრავები ჩემი სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, რთულად გავიარე რა ოლიმპიური თამაშები, ის სტრესი და ცოტა თუ არ დავამუშავე საკუთარ თავში ეს მომავალი და რაღაცა რა სპორტული. ხო, ესე გამოხვიდე და გამოვარდე, არ მოსულა რა, უნდა ისეთ ფორმაში შეხვიდე, რომ ისე ოლიმპიური თამაშები გაიმეორო. ხო ესი? ხო, რა თქმა უნდა. გამოხვიდე და ეხა ვიღაცამ ცხვირით ჩაგარჭოს არ მოსულა ეგ. ხო. ამიტომ თუ ისეთ ფორმაში შევალ, კი ბატონო, თუ არა და აგერა ვყავს შემცვლელი და მგონი ისეთი პირი უჩანს, რომ შემცვლის რა. აჯობებ გენოს, როგორ გონია? შეცვლი? შეცვლი და ვაჯობებ, ესე არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი, მაგრამ არა, მე ვიტყვი რა, მე ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მართლა ხუმრობის გარეშე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უმაღლესი შედეგები დადოს კოტემ ეროვნულ ნაკრებში, ჯერ ასაკობრივებში, მე ეროვნულში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გამოგვივა რა, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოგვივა. აი, ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ძმის შედეგებს გავიმეორო. ძალიან მაგარი იქნება. ვაჯობებ თუ არა, გავიმეორო. მაინც. ხო რა, უნდა მაჯობოს კაცო, აბა რა უნდა ქნას, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს. ამისთვის რომ გაიმეოროს და უფრო დიდ შედეგებზე გავიდეს. თავარია თვითონ მოინდომოს და თვითონ
ჩადოს ის დიდი შრომა და თავდადება რაც საჭიროა დიდი გამარჯვებები. ისე რა საიდუმლოა ამ პატარა ქალაქ გორში მითხარი. ამდენი მაგარი ხალხი გამოდის იქიდან. პირდაპირ გეტყვი რა. გორული მწვანე. გორული მწვანე. ძალიან მაგარია გორული მწვანე. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ისტორიის მქონე ხალხი ვართ ქართველები. განსაკუთრებით ქართლში ყოველთვის დიდი მებრძოლები ყავდა, დიდი ვაჟკაცები გამოჩენილი ხალხი და მე სპორტულ საზოგადოებასაც გადავიდა უკვე. დღესდღეობით ძალიან სპორტული ქალაქია. ძიუდო იქნება თავისუფალი ჭიდაობა, ნებისმიერი საბრძოლო სპორტი, ორთაბრძოლის სპორტი, თავისუფალ ჭიდაობაში განსაკუთრებით მაგარი მწვრთნელები ყავს, მაგარი გუნდი ყავს, მაგარი სკოლა გვაქვს, პროფესიონალები არიან. ხო, და აქედან გამომდინარე ის თაობადაცვლა კარგად მიმდინარეობს ხოლმე, რომ მე ჩვენს გადავცემთ ახალგაზრდა თაობას და ასე შემდეგ. ხო, ეს არის რეალურად რაც ქმნის იმ დიდ გამარჯვებას და გორული მწვანე აგვირგვინებს ხოლმე. აგვირგვინებს, რა თქმა უნდა, გორული მწვანე. გამარჯვების სუფრას განსაკუთრებით. ეხლა მითხარი, ლივერპულთან შენ ჩააწყვე პარი სენ-ჟერმენის მოგება? ხო იყავი შემოგდა? ვიყავი რა და ისე ლივერპულის კომაგია თან რო იცოდეთ. ხო და ხვიჩას გამო ისე რაღაცნაირად მის სათავშორის თავიდან ხვიჩა რა ნაპოლიდან ტრანსფერებზე იყო საუბარი. რაღაცა ესე იწერებოდა რომ ლივერპულიც განიხილავს და ისე მინდოდა რომ ხვიჩას ლივერპულში გადასულიყო რაღაცნაირად და ნუ აი ძალიან მაგარ გუნდშია და უდიდეს გამარჯვებას მიაღწია. ეხლა უკვე მამარდა რომ ჩვენ გუნდში წამოვა. აჰა, თქვენ გუნდში. ეს უკვე მე ძალიან სერიოზული. წახვალ თამაშებზე. ხო, იმედია რა, იმედია, ვაპირებ. მე თამამობაზე ენფილდზე ხარ დამყოფი. ენფილდზე არ ყოფილი ვარ და ეხლა გეგმოთ რომ მოვხდეთ. აუ, ძალიან მაგარია. მეც წამიყვანეთ რა, გუდისონ პარკიც იქვია. ხო, აღარ არის. დღეს გავიგე რომ ევერტონის გულში მათი ვარი ყოფილა და მოკლედ. კარგი, თამაში მაქვს თქვენთვის, ძმებო. ძმებო, პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობითაც და თამაში თუ აი ჭიდაოთო. აჰა, გადაეცი? რა არის ეს? სო. გადაეცი? ეს შენ, ერთი შენ, ერთი შენ. ეხლა ესეთი ამბავი გვაქვს რა. ჩავატაროთ გამოკითხვა. მე გკითხავ შენ კოტეზე. ანუ შენთვის არის. უნდა დავწერო? ხო, და შენ უნდა დაწეროს, დიდად დაწერე რომ ყველამ დაინახოს რომ მე კოტეს არ ვაჩვენ. კოტეს არ უნდა აჩვენ, აი ესე ბიჭო. კოტე შენც უნდა დააწერო. ანუ დავსვავ შეკითხვას, შენ წერ რეალურად შენზე იქნება. ჩემზეც არის ნამდვილად. შენზე რაც არის. და რას ფიქრობ შემიძლია? ხო და რამდენად კარგად გიცნობს რა. აბა, გენო, კოტეს საყვარელი გმირი მულტფილმის. აუ, დღესაც უყურებს მაგ რაღაცებს. მოიცადე ერთი წამ. აი მართლა შანსია. ბიჭო, მე ხა გმირის სახელი არ მახსოვს. მაგრამ მულტფილმი ვიცი რა, ეს ნარუტო რო არის, სვამაებს უყურებს რა და უყურებდა ხოლმე. გამოიცნო, ნახე იტაჩიო უწერია. აი, შემოატრიალე? იტაჩის ვერ გამოვიცნობდი ეხლა. ხო, მაგრამ გამო უნდა ჩაუთვალოთ რა. მულტფილმი გამოიცნო, ანიმაცია გამოიცნო. თითქოს გიგებ კოტე. წინ ხარ. წინა ხარ. კოტეს საყვარელი საჭმელი. ვიცი რაც არის რა. კოტენ ხო არ მიყურებს. არა, არ გიყურებს, არა. შანსია რა, მომგონი. აბა შემოატრიალეთ? ლობიანიო, აბა შენ რა გიწერია შემოატრიალე? ხინკალიო. ხინკალი, დაანახე ყველა. ბავშვობაში დამყავდა ხოლმე, მაშინ სულ რამდენია? 200 ლარი მქონდა ხელფასი. და სუამის ლობიანებში ხარჯავდი ხოლმე. ეხლა აღარ გიყვარს, ხო? რამდენის იყო ალბათ მე ვიყავი ეს 17-18-ის და 3-4 წლის ბავშვი რო იყო და სულ ლობიანებს ყიდული. ვიცოდი ზომა მაგას. გავატარებდი ხოლმე ლობიანების საჭიროა და ეხლა ბიჭო ეხლა. კარგი. ახლა აღარ გიყვარს ხო ლობიანი. განვაგრძოთ ესე გასტრონომიულ კულინარიული შეკითხვა და კოტეს საყვარელი ტკბილეული რა არის? ერთი გახდა, გაგითანაბრა ძმაო. სულ შოკოლადებს ჭამს ხოლმე და რა ვიცი რა არის ამის საყვარელი. დაწერე მე რასაც ფიქრობ, კოტეს საყვარელი ტკბილეული. აბა, მოგვნეთ. შენ რა გიწერია? ბუენო. ბუენო. ბუენომ დაახჭო ბებია შენი. ბებია ჩვენი ძმო. კოტეს საყვარელი ფეხბურთის გუნდი.
თვითონაც არის. ხანაკით გადახტება, ხანაკით გადმოხტება. კაი, დავწერ ახლა რაც იყო ამის საყვარელი გუნდი და. ხო. 2-1 იგებს ჯერჯერობით. პარი სენ-ჟერმენიო. არა ძმო. მოაბრუნე? მესი სადაც არის დაყვებოდა ხოლმე მესის. ბარსელონაო დაწერა კაცი. ხო, არსადან მე პარიზში გადავიდა, ეს არ ითვლება, ძმო, ჩელენჯი. მოდი თქვა. ბავშვობიდან რაც დავიწყე. კაცო, დაიცადე. ჩელენჯს აგდებ? მესი ხო უყარს რა? ვის არ უყარს მესი ახლა? ხო. მარტო რეალის ფანებს. ხო, მერე? ხო და მესის ფანი ხო ხარ? იტერ მაიამის ფანი რატო? გადავიდა მე პარიზში. გახდა პარიზის ფანი. ეჯი დამანებით, კაი. იტერ მაიამის ფანი რატო ვარ მაშინ? ბავშვი რო ვიყავი ხოლმე, მესიც რო თამაშობდა ხოლმე, ვიყავი ხოლმე ბარსელონას ფანი. 2015 წელი იყო რომ პარიზის ფანი გავხდი რა. აჰა, მაშინ ჩელენჯი დაგმაყოფილებული. აი ამ ორ გუნდს უკვე მივყვები. შემდეგი, კაი სახალისო თამაშია, მიდი. ჩელენჯი დაგმაყოფილებულია. შემდეგი კოტეს საყვარელი კომპიუტერული თამაშია, აი რომ დაგეძინა და არ გაგაღვიძა. ავი ეხა ვიცი უკვე რაც არის და დაწეს და მე გავიყვან ცალკე და დავამიშო. არ ვიცი მე. არა რა. FIFA რა. აი არის ხა აღარ დავწერ. აღარ დაწერო. აღარ დავწერ რა. კაი, FIFA. ესე იგი წინ გაიჭრა გენო პეტრიაშვილი 3-2. პეტრიაშვილი სენიორი. რომელ საათზე იძინებს ხოლმე? მე დავწერ ოფიციალურად რომელზე წובה რომ გავაგდებთ ხოლმე დასაძინებლად და დაიწყებს მე ჩამოუშვებს ხვის აკრების თამაშია, ხვიჩას თამაშია, ეს თამაშია, მაგრამ არა. შენი საქმე გაქვს ძმაო. აბა, ნეტა რომელზე უშვებენ ახლა? აბა 23-ით, გამოიცნო თო. გამოიცნო. ესე იგი 4-2? ბატონო ოთარ. არიზავს და დაждდება მე მარტო ტელევიზორთან. 4-2. 4-2. ასე რომ რეჟიმი მნიშვნელოვანია. აბა, ეხა შენ მითხარი შეყვარებული ყავს კოტეს? მანაგე 4-3 გახდა? კოტეს საყვარელი მოჭიდავე გენოს გარდა. აუ ეხა და ვიცი ასაც დაწერა. გენოს გარდა, გენო არ ითვლება. სიმართლე დაწერი, არ მოიტყო. აჰა. ტეილორი. ამერიკელი. ათაშორის ტეილორის საჭიდაო მაისური აქვს კოტეს. აგრეთვე მოწონდა და მაინც წინ გავარდა 5-3. გამოუგზავნა იმან, გამოგზავნა კი არა მე გამომოტანა. ასე რომ 5-3 შენ შეგიძლია ხა შეამცირო და მინიმალური სხვაობით დამარცხდე. კაი, თქვი, კოტესთვის საყვარელი ქართლელი გენოს გარდა. ქართლელი. საყვარელი ქართლელი. კოტე. გენო. ოთარ დადიშვილიო, შემოაბრუნე? ნახევრად გამოიცანი ძმაო რა. შავი და ოთარ დადიშვილიო. ნუ, მაინც გენომ გაიმარჯვა რა. გენომ გაიმარჯვა 5-4. ეგრე იყოს. 5-4. მოდი ასე იყოს მინიმალური ანგარიშით. აი ასეთი ანგარიშით მოიგე ფინალი ოლიმპიადის და კმაყოფილები ვიქნები. კი, მეც მაწყობს. 5-4 გვაწყობს. მეც მაწყობს. მოდი შევჩერდეთ მაშინ. კარგი. ყველაზე საინტერესო იქნებოდა თავის უფროს ძმაზე რომ გამოეცნო კოტეს ეს კითხვები. ჩემზე ანუ. აჰა. ვერ გამოიცნობდა 9 კითხვა იყო. თუ გინავცადოთ? 800 ვერ გამოიცნობდა დარწმუნებული ვარ. გინავცადოთ? არა, მე მოიგებს ოლიმპიადას, მე ჩავატაროთ. ოლიმპიადის მერე დავგეგმოთ ხო? ხო, ბაზარი არა, და მე ნახოთ ერთ. თან გაიზრდება, ყუაში ჩავარდება უფრო, მეტი მოიგება. შენი საყვარელი მოჭიდავით თუ გამოიცნობ? აი, მოდი ეკცადოთ. კაი, მოჭიდავე საყვარელი ვინ არის გენოსი? კაი, მოიცად ერთი წამი. მე დავწერ. ერთი ძმაო. მეც დავწერ და ისტორიაში თუ ყველა? კი. ხო. აჰა, დაი. ჩავა მუღამში ჩავარდე.
კი ბატონო. ისეთ საშინელი კალიგრაფია აბა? მაქვს ხდება გულშემატკივარი. მიდი აბა. თედიაშვილი. გაარტყა. გავარტყი არა. გავარტყი არა. ნებისმიერი კითხვა მოიჭი. ეს ჩაუთვალოთ და მოდი 5-5 დავამთავროთ. ლევან თედიაშვილი. დიახ. ეს ჩაუთვალოთ და 5-5. გაიხარე. ჩემი საყვარელი მოჭიდავე კი არ არის ბიჭო ლევან თედიაშვილი. სოფლიოს საუკეთესო მოჭიდავეა და ტოპი არის პირველი იყო და საუკეთესოა ჩემი აზრით. უდიდესი ქართველი არა მხოლოდ როგორც სპორტსმენი, როგორც მოქალაქე, როგორც პატრიოტი. სახიობი და ყველაფერი უნიკალური ყველაფერი მაგარია. გაანათლოს მე. კარგი ძმებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენს როგორ ხომაგობთ, ჩემი ძმები ხართ, აი როგორ ჩემი ოჯახის წევრებს გენაცვალეთ. ისე გულშემატკივრობთ და ყოველთვის მიხარია თქვენი წარმატება, თქვენი ნახვა, თქვენთან სტუმრობა, ახლა დაკავებული ხალხი ხართ ყოველდღე. არ ვერ ხერხდება, მაგრამ არაუშავს. ახლა კონსტანტინე იჭიდავებს და მე და გენო ვინ ერვიულებთ. არ არის პრობლემა. ასეა ჩემო ძმაო. გენო პეტრიაშვილი და კონსტანტინე პეტრიაშვილი. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.